აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ უარყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ხოლო მისმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა უკვე შეხვედრა გამართა ჰამასის წარმომადგენლებთან, რომლებიც ტრამპს თხოვენ ისრაელზე ზეწოლა მოახდინოს ღაზის სექტორის საკითხზე. დღეს გამოცემა Axios წერს, რომ როდესაც ნეთანიაჰუ და ტრამპი 2 კვირის წინ ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს კითხა, როგორია მისი მდგომარეობა გამოკითხვებში 27 ოქტომბრის არჩევნებამდე. ნეთანიაჰუ დაიბნა და მის მაგივრად ერთ-ერთმა მრჩეველმა უპასუხა: ბატონო პრეზიდენტო, ის იმარჯვებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს სიმართლე არ არის და თავად ტრამპს ჯერ არც ერთხელ არ გამოუთქვამს საჯაროდ მხარდაჭერა ნეთანიაჰუს არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა ტრამპს ეს უკვე 4-ჯერ კითხეს ბოლო 2 კვირაში და იმავე პერიოდში თავად ტრამპმა განაცხადა Fox News-ისთვის, რომ ურჩევნია არ ჩაერიოს ისრაელის არჩევნებში. შემდეგ მისი ციტატა: ფიქრობ, ჩემთვის ყველაზე სწორი იქნება არ მივიღო მონაწილეობა ისრაელის არჩევნებში, მაგრამ შეიძლება ვინმეს მხარი დაუჭირო. როგორც გახსოვთ, ტრამპს ადრე საერთოდ არაფერი აჩერებდა რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაში. მაგალითად, ხავიერ მილეი არგენტინაში ან ვიქტორ ორბანი უნგრეთში. საერთოდ არაფერი აჩერებდა და აქუცებ ამბობს, ნეიტრალიტეტს დავიცავ. ყველა ელოდა, რომ ტრამპი მაინც დაუჭერდა მხარს ნეთანიაჰუს. ამ გამოშვებაში განვიხილავთ, რა ხდება რეალურად ორ ლიდერს შორის და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაზას სექტორზე, რადგან ეს მიმართულებაც გააქტიურდა. ჯარედ კუშნერი უკვე შეხვდა ჰამასის წარმომადგენლებს და დღეს ხვდება ნეთანიაჰუს კაბინეტის წარმომადგენლებს. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავითმევთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი და მოიწონეთ ეს გამოშვება. და ასევე არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა ურების შემდეგ. შესაძლოა რაღაც დაგაინტერესებთ, ან გექნებათ რამის გაზიარება. იდისკუტეთ. მადლობა. მოდით დავიწყოთ თვითონ ციფრებით, რომლებიც ხსნის დონალდ ტრამპის სიფრთხილეს. გამოკითხვების მიხედვით, ამჟამინდელი ნეთანიაჰუს კოალიცია იღებს 59-დან 53-მდე ადგილს ქნესეთში. ეს აშკარად ნაკლებია იმ 68 ადგილზე, რაც ახლა აქვს და ნაკლებია იმ 61 ადგილზე, რაც საჭიროა მთავრობის შესაქმნელად. ოპოზიციური პარტიები კი პირიქით იღებენ 67-დან 70-მდე ადგილს და აი ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქე. სახალის ყოფილი გენშტაბის უფროსი გადი აიზენკოტი ნდობის რეიტინგში უმეტეს გამოკითხვებში უსწრებს მას. ამასთან ნეთანიაჰუს საერთოდაც არ არის აუცილებელი გაიმარჯვოს. გულწრფელად რომ თქვათ, მისთვის საკვარისია უბრალოდ არ წააგოს. მისი მთავარი ამოცანა ახლა იმდენი ხმა მოაგროვოს, რომ მოწინააღმდეგეებმა ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება ისრაელის არაბული პარტიების მხარდაჭერის გარეშე. თუ არც ერთ მხარეს არ ექნება უმრავლესობა, ნეთანიაჰუ დარჩება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად და რამდენიმე თვე ახალ არჩევნებამდე. ასეთი სცენარი ეხლა სრულიად რეალური. მაგრამ ტრამპის მხარდაჭერამ შეიძლება დაარწმუნოს ამომრჩევლები, რომ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ ერთ ტალღაზეა ამერიკის პრეზიდენტთან. თუმცა ამაში უკვე დიდი ეჭვები არსებობს. და ირანთან ომის პირველ კვირებში ტრამპის ზოგიერთი ახლო მრჩეველი დარწმუნებული იყო, რომ ის მხარს დაუჭერდა ნეთანიაჰუს მომავალ არჩევნებში. ამას საჯაროდ გააკეთებდა და თითქმის მზად იყო თავადაც ჩაედო ფული მის საარჩევნო კამპანიაში. მაშინ ტრამპი ხმამაღლა მოითხოვდა, რომ პრემიერ ნეთანიაჰუს შეწყალება მიეღოთ და მისი კორუფციული საქმე დაესრულებინა. მაგრამ როგორც ომი იწელებოდა, ორი ლიდერის საგარეო პოლიტიკური მიზნები და მათი შიდა პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს დაშორდა. სიტუაცია შეიცვალა. ბოლო 3 თვის განმავლობაში მათ შორის სულ უფრო მეტი უთანხმოება წარმოიშვა. და ეს მხოლოდ ირანის გამო კი არა, არამედ ლიბანისა და ღაზის სექტორის გამოც. ბოლო ეპიზოდმა, რომელმაც მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა, ნეთანიაჰუს საჯარო უარი იყო დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს გეგმაზე, რომელიც გულისხმობდა ჰამასის განიარაღებას ღაზის სექტორში. ამ თემაზე მე მქონდა ცალკე გამოშვება აქ YouTube არხზე, რომ ყველა პირობა გაგეგოთ. ამიტომ თუ შემთხვევით გამოტოვეთ, გადადით და ნახეთ ის. უკეთესია გამოიწეროთ არხი და აჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არც ერთი გამოშვება არ გამოგსჭეთ. და აი თეთრი სახლის მაღალი თანმდებობის პირი ამბობს, რომ იქ ნეთანიაჰუს ეს განცხადება უფრო წინა საარჩევნო მანევრად აღიქვეს, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ პოზიციად. ციტატა: ჩვენ გვესმის ბიბის პოლიტიკური საჭიროებები. ჩვენ ამასთან პრობლემა არ გვაქვს. სანამ ის აგზელებს იმას, რასაც ჩვენ თხოვთ. განსაკუთრებით იმაში, რაც შეეხება დართმების შეკავებას ღაზის სექტორზე. წინაკვირას ნეთანიაჰუმ ტელეფონით ესაუბრა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს და დაჰფირდა, რომ მშვიდობის საბჭოს გეგმას შანსს მისცემს, მიუხედავად საკუთარი სკეპტიციზმისა. ასევე აიღო ვალდებულება შეემცირებინა დარტყმები ღაზაზე, რათა დემილიტარიზაციის პროცესი დაწყებულიყო.
მას შემდეგ ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ისრაელი მართლაც ბევრად ნაკლებ დარტყმებს აკანებს გაზას, ხოლო არმიამ ჯარები ასე წოდებულ ქუითელ ხაზამდე გაიყვანა. სწორედ იქ, სადაც ის უნდა ყოფილიყო შეთანხმების პირობების მიხედვით. და აი დღეს სწორედ ის კუშნერი ჰამასის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ხვდება ნეთანიაჰუს. გახსენეთ, რომ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი ეგვიპტეში ელ-ალამეინში შეხვდა ჰამასის ლიდერს ხალილ ალ-ხაიას. ტრამპის სამშვიდობო გეგმის განხორციელების განახლების მიზნით. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდა მშვიდობის საბჭოს დირექტორი ნიკოლაი მლადენოი. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სამშვიდობო ინიციატივის გამბლოკვა, მას შემდეგ რაც ისრაელმა უარი თქვა შეთავაზებული საგზაო რუკის ძირითად ელემენტებზე. გარდა ჰამასთან მოლაპარაკებებისა, კუშნერმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ასისისთან. და ამ ფონზე, ამ უთანხმოებების ფონზე ერთდროულად 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც დაგმეს ისრაელის უარი ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე და გააფრთხილეს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება ომის შეჩერების მცდელობებს შეუშალოს ხელი. ეს 8 ქვეყანა კი არის იორდანია, გაერთიანებული არაბეთის ემირატები, ინდონეზია, პაკისტანი, თურქეთი, საუდის არაბეთი, ყატარი და ეგვიპტე. ნიშნულოვანია აქვე თავად ჰამასის პოზიციაც. დაჯგუფებამ პირდაპირ მიმართა ტრამპის სამშვიდობო საბჭოს თხოვნით აიძულონ ისრაელი გეგმის შესრულებაზე. ჰამასის განცხადებაში ნათქვამია: აიძულონ ოკუპანტი ხელისუფლება შეასრულოს ყველა ვალდებულება პირველი ეტაპის ფარგლებში, დაასრულონ ყველა დარღვევა, შეწყვიტონ მკვლელობები და შეჭრები. ასევე დაამტკიცონ საგზაო რუკა ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მეორე ეტაპისთვის. ამასთანავე აქსიოსის წყაროები დღეს აზუსტებენ, რომ ჰამასის წარმომადგენლებმა პირდაპირ უთხრეს ჯარედ კუშნერს, რომ განიარაღებას დაიწყებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეთანიაჰუ გამოვა და საჯაროდ დაადასტურებს თავისი ერთგულებას გეგმის პირობების მიმართ, მაგრამ იმავე გამოცემის ინფორმაციით ნეთანიაჰუ ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კნესეთის არჩევნების წინ პოზიციას შეცვლის. თავად მშვიდობის საბჭო იმედოვნებს, რომ საკმარისი იქნება უბრალოდ ნეთანიაჰუს ჩუმად დაყოლიება. პუბლიკური განცხადებების გარეშე დარტყმების შეწყვეტის აღდგენა. მაგრამ არაბი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ჰამასის დაჯგუფება ნაკლებად დათანხმდება განიარაღებას სწორედ პუბლიკურ და არა კულუარული განცხადების საფუძველზე ისრაელის პრემიერის მხრიდან. ეხლა იმაზე, რატო ქმნის ეს ყველაფერი დაძაბულობას უკვე არა მხოლოდ ღაზის სექტორის გარშემო, არამედ თავად დონალდ ტრამპის სტატუსის გარშემო ისრაელში. რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტი ნეთანიაჰუსი, მათ შორის აიზენკოტი და ყოფილი პრემიერები ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი, შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ტრამპმა შეიძლება საბოლოოდ მხარი დაუჭიროს მოქმედ ლიდერ ნეთანიაჰუს, რაც როგორც მიხვდით, მათთვის არახელსაყრელია. ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა საერთო მეგობრების, დონორებისა და სხვა მოკავშირეების მეშვეობით დონალდ ტრამპს და მის გუნდს კულისებს მიღმა გზავნილები გადასცეს, მოწოდებით შეენარჩუნებინათ ნეიტრალიტეტი. ამასთან ტრამპის საკუთარი პოპულარობა ისრაელში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მაღალი იყო, ბოლოს 3 თვის განმავლობაში ასევე შეირქა. იმ შეთანხმების გამო, რომელიც მან ირანთან გააფორმა და გადაწყვეტილების გამო, რომ ომიდან გამოსულიყო, მას შემდეგ რაც ეს შეთანხმება დაირღვა. ანუ ტრამპმა ამ ომში ყველა ჩართო და მოულოდნელად წავიდა. ისრაელელებს ასევე აღიზიანებთ შეზღუდვები, რომლებიც ტრამპმა დააწესა ომზე. თავად ისრაელის ოპერაციებზე ირანში, ღაზის სექტორში, სირიაში და ლიბანში. საგულისხმოა, როგორ არ პასუხობს პირდაპირ ტრამპი კითხვას, თუ დაუჭერს თუ არა მხარს ნეთანიაჰუს. ჟურნალისტებმა მას ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე უკვე 4-ჯერ კითხეს ბოლო 2 კვირაში და ყოველ ჯერზე ის თავს არიდებდა პასუხს. რამდენიმე ბოლო ინტერვიუში ტრამპმა შეაქო ნეთანიაჰუ, როგორც ომის დროის შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ყოველ ჯერზე მასზე თითქოს წარსულში ლაპარაკობდა, თითქოს ის იყო, ის აკეთებდა, ის ოდესღაც კარგი იყო. და მიუხედავად იმისა, რასაც ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, ტრამპი ნეთანიაჰუს შეწყალების საკითხს პირადად აყენებდა მათი ბოლო შეხვედრის დროს, მაგრამ საჯაროდ ამ თემას უკვე რამდენიმე თვეა აღარ ეხება. და ბოლოს, რატომ არის ეს ყველაფერი ასე მნიშვნელოვანი თავად დონალდ ტრამპისთვის და არა მხოლოდ ისრაელის შიდა პოლიტიკისთვის? არჩევნები ისრაელში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი ახლო აღმოსავლეთის დღის წესრიგისთვის დარჩენილი 2 წლის განმავლობაში პრეზიდენტობის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ირანის კრიზისი გაჭედილია მდგომარეობაში, სადაც არც შეთანხმება, არც მშვიდობა და არც ომი,
ტრამპს ასევე სურს თავისი ღაზის სამშვიდობო გეგმის წინ წაწევა. მოიპოვოს პროგრესი მოლაპარაკებებში ისრაელსა და ლიბანს შორის, გააფორმოს უსაფრთხოების შეთანხმება ისრაელსა და სირიას შორის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოიპოვოს ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის. თავად ტრამპი და მისი გუნდი დღემდე ტრაუმირებულნი არიან ისრაელში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით. 2019 წელს, რომელიც გადაიზარდა 3 თანმიმდევრულ საარჩევნო ციკლში. და როგორც მიხვდებით, ეს წელი უბრალოდ დაკარგულად იქცა. ახლო აღმოსავლეთის დიპლომატიისთვის, რადგან შეუძლებელია მისი წარმართვა, როცა თავად ისრაელში გაურკვეველია რა ხდება. დაიდრეს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკელმა განაცხადა: თეთრი სახლი არ აპირებს წარსული შეცდომების გამეორებას და არ მისცემს საშუალებას, რომ ისრაელის შიდა პოლიტიკამ კვლავ დაბლოკოს მისი რეგიონული დრის წესრიგი. ასე რომ როგორც ამბობენ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. აქ წერტილებს დავასვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.